ქუთაისის კათოლიკურმა ეკლესიამ ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნა. კათოლიკურ ეკლესიაში სადღესასწაულო მსახურება პადრე გაბრიელე ბრაგანტინი ჩაატარა. ქრისტეშობას საქართველოში კათოლიკეები, ბაპტისტები და საქართველოს სახარების რწმენის 50-იანული ეკლესიის მრევლიზე იმობს. ქრისტეშობას 25 დეკემბერს ქრისტიანების უმრავლესობა აღნიშნავს. საშობაო ტრადიციებს იტალიაში ჩაეყარა საფუძველი, რომელიც მთელ კათოლიკურ სამყაროში გავრცელდა. მსოფლიოში მილიარდზე მეტი კათოლიკეა. საქართველოში კი 50,000-მდე კათოლიკე ცხოვრობს. მთელ კაცობრიობას ულოცავ უდიდეს დღესასწაულს, ქრისტეშობას. ამ დღეს როცა ქრისტე ბეთლემს იშვა, ამ დღეს დაიბადა კაცობრიობის გადარჩენის ყველა გზა და ყველა ხერხი ქრისტეს დაბადებით. მიულოცავ მთელ საქრისტიანოს, მიულოცავ განსაკუთრებით მათ, ვინც დღეს აღნიშნავს შობას, როგორც კათოლიკურ, ისე მართლმადიდებლურ საქრისტიანოს, მიულოცავ სრულიად საქართველოს. რა ვიცი, ამაზე დიდი დღესასწაული მე მგონი არ არსებობს. კაცობრიობის გადამრჩენად მოვიდა და კაცობრიობას შეეწირა. მერე კაცობრიობის გადარჩენას შეეწირა ქრისტე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ახლა ამ დღეს აქ მოვიდე, მოსვლა და ნახვა თვითონაც. ეს ჩემი ინტერესის სფეროც არის. მე ვარ მართლმადიდებელი, მაგრამ რაღაცა მაქვს გარკვეული ბმები თვითონ კათოლიკებთან, წინაპრებთან და ყველაფერი ძალიან მომეწონა. ჩემთვის ამაღელვებელი იყო ბოლოს ის სიყვარული, რომელიც თვითონ დარბაზში გამეფდა. და ერთმანეთისთვის ყველაზე მთავარი სურვილი, ეს არის დღეს, რაც არის კაცობრიობისთვის, არის მშვიდობა. და მე მთელ კაცობრიობას უსურვებ მშვიდობას და მშვიდობა არ იქნება ისე თუ არ იქნა სიყვარული და მთელი ამ წირვის მსვლელობას ახლდა სიყვარული, მთლიანად ახლდა სიყვარული, რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, ადამიანებს უნდა გვიყვარდეს და თვითონ პადრე გაბრიელეს სიტყვებში ჩანდა, რომ თუ არ იქნა სიყვარული, მაშინ ადამიანობა არ არის, საერთოდ ადამიანობა არის დაკარგული. ეს იყო ჩემთვის მთავარი, რომ აქ მე დამენახა და ეს დავინახე, შევიგრძენი და ავივსე რაღაც იმ ენერგიით, რომელიც ძალიან ბევრ სტიმულს და სიხარულს მომცემს მომდევნო დღეებში და ყველას უსურვებ ამ სიხარულს, ყველას უსურვებ შობის სიხარულს. შეეგრძნოს ეს სიხარული და მივხვდეთ, რომ რა არის ქრისტეს მოსვლა და საერთოდ მე ქრისტეს ადამიანი კაცობრიობისთვის წამება. როცა დღევანდელ დღე განსაკუთრებულია, მაგრამ რუსთავებს არ ეშლება. არა საქმე არ იქნების, რაც ღმერთს აღას წადდესო. და ეს ყოველდღიური რეჟიმი აქვს ჭეშმარიტი ქრისტიანისა და სწორედ იმ განცდით ვართ ყოველთვისო ქრისტეშობის დღესასწაული ერთ-ერთი განსაკუთრებულია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება მთავარს, ვაჟოფშაველაცაც არ ეშლება, როცა ამბობს თას ვიყვარ მწელვარზე ვიდექ, თვალწინ მეფინა ქვეყანა, გულზე მესვენა მზემთვარე, ვლაპარაკობდი ღმერთთანაო. სწორედ ღმერთთან ამნაირი ლაპარაკია საჭირო და მიულოცავ ყველას ბედნიერებას, სიკეთეს, წინსვლას, სიხარულს, სიყვარულს და გამარჯვებას უსურვებ პირველ რიგში საქართველოს და მთელ მსოფლიოში მშვიდობა, ბედნიერება და სიხარულის უფევდეს. ქრისტეშობა კი მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ ამის მიხედვით შეიძლება თქვა, რომ ისტორია შეიცვალა. ჩვენ ვამბობ, რომ ქრისტეშობამდე და ქრისტეს შობის შემდეგი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აგრეთვე რადგან ჩვენ დღეს ზეიმოთ ეს მომენტი, დღესაც ისტორია იცვლება უკეთესობისკენ, კი არა მხოლოდ ადამიანების თანამშრომლობით, არა მხოლოდ ადამიანების შრომით, არამედ აგრეთვე ზუსტად იესო ქრისტეს დახმარებით ჩვენ შეიძლება თქვა, რომ მარტონი არა ვართ, იმიტომ რომ ქრისტე ყოველთვის ჩვენს გვერდზე არის ემანუელი, იესო ქრისტე ჩვენთან არის და ამ იმედი ჩვენ ცოცხლობ, ჩვენ ამ იმედი შრომობთ, ამ იმედი ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერი კი. ამისათვის შობა მნიშვნელოვანი არის, ვინაიდან გაანახლებს ეს ენერგია, ეს ძალა.